კოალიციამ ძლიერი საქართველო ლელომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების წართმევას ასაჩივრებენ. ლელოს წევრები აცხადებენ, რომ კოალიცია იწყებს ბრძოლას ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად. ქართულმა ოცნებამ 2025 წლის ბოლოს მიიღო კანონში ცვლილებები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ ხმის მიცემა აეკრძალათ. ოცნებამ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები გარეჩარევისგან თავისუფლები ვერ იქნებიან და ნების თავისუფალ გამოვლენას ვერ შეძლებენ. ლელოს წარმომადგენელი გიორგი სიორიძე ამბობს, რომ მათ თვერების განმავლობაში იმუშავეს საკონსტიტუციო სარჩელზე და მოამზადეს სამართლებრივი დასაბუთება, რომ ოცნების მიერ კანონში შეტანილი ცვლილებები ანტიკონსტიტუციური აქტია. სარჩელი საჯაროდ გამოქვეყნდება და ყველა ემიგრანტს ექნება შესაძლებლობა სასარჩელო მოთხოვნის მონაწილე გახდეს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე, იქ სადაც რეჟიმს არ ჰქონდა შესაძლებლობა საარჩევნო манипуляციების, კარუსელის დატრიალების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ამომრჩევლების დაშინების და მათზე ზეწოლის ქართული ოცნება 13%-ით იყო წარმოდგენილი, მან განიცადა სრული კრახი და დამარცხდა. ამის პასუხად ქართულმა ოცნებამ ჩვენს ემიგრანტებს ასობით ათას ჩვენს თანამემამულეს პრაქტიკულად წაართვა საარჩევნო ხმის უფლება. საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები უკვე აღარ გაიხსნება. მე მინდა ჩვენი კოალიციის სახელით მივმართო ჩვენს ემიგრანტებს. შემოგვიერთდით, ერთად დავიწყოთ ბრძოლა.